ისევე როგორც ჰამასი გვესროდა სკოლებიდან, საავადმყოფოებიდან, ეკლესიებიდან და მეჩეთებიდან, იგივე ხდება ლიბანში ჰეზბოლას მხრიდან და ეს ნამდვილად მოგვიყვანს იმ ყველაზე დიდ პრობლემასთან, რომელსაც ახლა ვაწყდებით. მათ უკრაინისა და რუსეთის ომიდან გადმოიღეს დრონების ტექნოლოგია, რომელიც ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით იმართება. და ისინი ძალიან საშიშები არიან, რადგან შეუძლიათ ძალიან დაბლა ფრენა და მათ დიდი განადგურება გამოიწვიეს. ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რომ ეს გაგრძელდეს. გამარჯობა, როგორც ყოველთვის, აქ ბევრი რამ ხდება სიახლეებში, ბევრი რამ ვრცელდება ეთერში და გაზეთებში და ჩვენი საქმეა როგორც წესი ყველაფერი მოვაგროვოთ და როგორც ებრაულად ვამბობთ, სედელი გავაკეთოთ, ანუ ყველაფერი დავალაგოთ და გაგაგებინოთ, რომ გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ. ვინ ჯობია აქ ყოფნისთვის? თუ არა, Caroline Glicky, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საერთაშორისო საკითხების მრჩეველია, რომ გაგვიზიაროს არა მხოლოდ ხედვები, არამედ ისიც, რაც რეალურად ხდება. ბოლო რამდენიმე დღეა ირანში შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. ისრაელის პერსპექტივიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები ლიბანშია, როგორ ახდენს ეს გავლენას იქ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, თუ საერთოდ ახდენს და რას აკეთებს ამ დროს ისრაელი. გუშინ პრემიერ-მინისტრი ისრაელის მოსახლეობას უხსნიდა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. შეგიძლიათ ამაზე ცოტა უფრო დეტალურად ისაუბროთ? რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ისევ JNS TV-ზე ვარ თქვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის, დენი. ფიქრობ, ხალხმა უცხოეთში უნდა გაიგოს, თუმცა ისრაელელები ამას კარგად აცნობიერებენ, რომ ლიბანი ისრაელს ესაზღვრება. ჰეზბოლა, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში დაარსა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, ირანის უცხოურ ლეგიონად იქცა ლიბანში. და გასული 40 წლის განმავლობაში მათ ფაქტობრივად სულ უფრო მეტი კონტროლი მოიპოვეს ლიბანის ქვეყანაზე. იმ დონემდე, რომ დაახლოებით 2007-2008 წლიდან, მას შემდეგ რაც 2005 წელს პრემიერ-მინისტრი რაფიქ ჰარირი მოკლეს, მათ ფაქტობრივად მთლიანად ჩაიგდეს ლიბანი ხელში. მათ ყავთ მინისტრები კაბინეტში და უზარმაზარი კონტროლი აქვთ. ძირითადად იმიტომ, რომ როგორც ირანული სამხედრო ორგანიზაცია ლიბანში, ისინი რეალურად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ლიბანის შეიარაღებული ძალები. ესე რომ სამწუხაროდ ლიბანში მდგომარეობა დაახლოებით 20 წელია ასეთია. და სწორედ ამ პოზიციიდან მათ გააძლიერეს თავიანთი ძალები ისრაელის გასანადგურებლად. ასე რომ ჰამასის შემოჭრის შემდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰეზბოლა გეგმავდა შეუერთებოდა ამ შემოჭრას. და ჩვენ შევძელით საკმარისი ძალების გადაყვანა ჩრდილოეთ საზღვარზე, რათა ეს შეგვეჩერებინანა. და მათ აღარ ჰქონდათ ჩვენთვის მოულოდნელად მოქმედების შესაძლებლობა. ესე რომ როგორც იცით, ისინი არ შემოვიდნენ, მაგრამ ომის დასაწყისიდანვე დაიწყეს ჩვენკენ მართვადი რაკეტების, ნაღმთქორწნების ჭურვებისა, რაკეტებისა და დრონების გაშვებაება. და ისინი ჰამასის პარტნიორები იყვნენ და ომს ორი ფრონტი გაუხსნეს. თუმცა მთავარი ფრონტი თარონტი თავიდანვე სამხრეთში, ღაზაში იყო. და რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ ისინი ყოველთვის ირანის უცხოურ ლეგიონად მოქმედებენ. ისინი ირანის მთელი სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო რგოლი არიან ახლო აღმოსავლეთზე ბატონობისთვის. ამიტომ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ საქმე მხოლოდ ისრაელთან არ არის. მათ ასადის რეჟიმსაც ემსახურებოდნენ სირიაში, რათა ხალხთან ებრძოლათ. სწორედ იმიტომ, რომ საქმე მხოლოდ ისრაელს არ ეხება. მოდით ცოტა უკან დავბრუნდეთ, სანამ დღევანდელ მოვლენებზე გადავიდოდეთ. რას აკეთებდა ისრაელი 2000 წელს და 2024 წლის სექტემბერში, როცა საბოლოოდ შევძელით ჰეზბოლასთან გამკლავება? ჰქონდათ პიპერების ოპერაცია. მოხდა ჰასან ნასრალას მკვლელობა. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის ამბობს, რომ მიიღო სადაზვერვო ანგარიში, რომლის წაკითხვისას მიხვდა, რომ ჰასან ნასრალა სინამდვილეში ირანში ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. რომ ხამენეი და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელი, ისინი ფაქტობრივად ჰასან ნასრალას ემორჩილებოდნენ. იმ გაგებით, რომ ის იყო ირანის ომის სტრატეგი ისრაელთან, როგორც ჰამასის, ჰუთების, ასევე ლიბანის და სხვა მხარეების თვალსაზრისითაც. ესე რომ, როდესაც ისრაელმა მის წინააღმდეგ იმოქმედა, როდესაც ჩვენ შევძელით ჰეზბოლას სტრუქტურის, მისი ხელმძღვანელობის განადგურება, პეიჯერების ოპერაციებით და შემდეგ მათი სარაკეტო ობიექტების დაბომბვით, ჩვენ შევძელით მათი რაკეტების რაოდენობის შემცირება 150,000-დან, რომლებიც ისრაელზე იყო მიმართული. მხოლოდ მცირე ნაწილამდე მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ რაკეტების არსენალი, რომელსაც ისვრიან. მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად გავანადგურეთ მათი ძალები.
და სწორედ ეს გახდა ასადის რეჟიმის დაცემის მიზეზი. რადგან როგორც თქვენ თქვით, მთავარი ძალა, რომელიც ასადს და მის ბაათის რეჟიმს იცავდა სირიის სამოქალაქო ომის განმავლობაში, როცა ის ფაქტობრივად ანადგურებდა სირიის სუნიტურ მოსახლეობას, იყო ჰეზბოლა. ეს არ იყო სირიის არმია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სირიის არმია უბრალოდ ცარიელი ნაჯუჭი იყო. ასე რომ მას შემდეგ, რაც ლიბანში ჰეზბოლა დაამარცხეთ, ამ ქმედებამ ასადი დაუცველი დატოვა. ამიტომ, როდესაც ეს მოხდა, ძალებმა, რომლებმაც მისი რეჟიმი დაამხეს, თითქმის ყოველგვარი ბრძოლის გარეშე შეძლეს ამის გაკეთება, რადგან მას არ ჰყავდა შეიარაღებული ძალები, რომ დაეცვა თავი. სწორედ მაშინ გაიქცა ასადი რუსეთში. ესე რომ სწორედ ჰეზბოლას წინააღმდეგ ჩატარებულმა ოპერაციამ გამოიწვია ასადის რეჟიმის დაცემა ყველაზე მეტად. და ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ზუსტად. ზუსტად. ისინი სირიის დამცველებიც იყვნენ და ლიბანის მბრძანებლებიც. და ეს გვიყვანს დღევანდელ მდგომარეობამდე, ანუ იქამდე, რომ მათ კვლავ დაიწყეს შეიარაღების დაგროვება, არსენალის აღდგენა და ისის ხელზე თავდასხმები. ჩვენ იძულებულები ვიყავით სერიოზული ჩარევა მოგვეხდინა, რადგან ისინი ჩრდილოეთის დასახლებებს ბომბავდნენ და ჩვენ ავიღეთ კონტროლი ტერიტორიაზე, რომელსაც ყვითელ ზონას უწოდებენ, რაც ჩვენი თემებისა და საზღვრის დასაცავად კეთდება, რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. და სინამდვილეში, რაც ლიბანში მიმდინარე სიტუაციას გამოარჩევს 7 ოქტომბრის მოვლენებისგან, ის არის, რომ ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვიყავით, რომ უსაფრთხოდ გვეგრძნო თავი. ისრაელის მოქალაქეების დაცვა, რომლებიც საზღვრისპირა თემებში ცხოვრობენ, კირიათ შმონას ქალაქში, მეტულაში და ყველა სასოფლო-სამეურნეო თემში, რომლებიც საზღვართან მდებარეობს. ამიტომაც მათი ევაკუაცია მოვახდინეთ. ისინი თითქმის 2 წლის განმავლობაში შიდა ლტოლვილებად იქცნენ. და შემდეგ ისინი დაბრუნდნენ. ეხლა რაც განსხვავებულია ისაა, რომ ჩვენ აღარ ვახდენთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას. ისინი საკუთარ სახლებში რჩებიან, არავის ვაძალებთ წასვლას. მაგრამ ჩვენ სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას ჩრდილოეთისკენ გადავაადგილებთ, რათა ტერორისტების წინააღმდეგ წასვლა შევძლოთ. ასე რომ ფაქტობრივად გვაქვს საპირისპირო სურათი იმისა, რაც 2023 წელს მოხდა. უბრალოდ იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რომ ამას არ ვიგონებთ, გარდა იმისა, რასაც ჩვენზე ისვრიან, ჩვენ აღმოვაჩინეთ, ზუსტად როგორც ღაზაში, ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა გვირაბები, რომლებსაც ისინი აშენებდნენ, და შემდეგ ვიპოვეთ ანგარიშები და ყველაფერი თავად ჰეზბოლასგან, რომ ისინი ზუსტად იმავეს გეგმავდნენ, რაც ღაზაში გაკეთდა. ამიტომ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი შეშფოთება, რომ ისინი ცდილობენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. დიახ, ასეა და ისინი ზუსტად იმავე გზით იმალებიან, როგორც ჰამასი. ანუ ისინი ერთად მუშაობენ, ერთად სწავლობენ. მათ სინამდვილეში ბევრი რამ ასწავლეს ჰამას გვირაბების გათხრაზე, რაც იმ დროის ცნობობების მიხედვით თავადაც უფრო ადრე ისწავლეს ჩრდილოეთ კორეელი ინჟინრებისგან, რომლებიც 2000-იან წლებში ჩავიდნენ და დაიწყეს მათთვის გვირაბების აშენების სწავლება, ზუსტად ისე, როგორც ისინი აკეთებენ სამხრეთ კორეასთან დემილიტარიზებულ ზონაში. ასე რომ ეს ყველაფერი ცოტა სიგიჟეა. 2018 წელს ჩვენ გქონდა ოპერაცია, სადაც აღმოვაჩინეთ გვირაბები, რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებოდა საზღვარს და ისრაელში გადადიოდა ჰეზბოლას მიერ გაკეთებული. და ისინი თხრიან მყარ ქანში, განსხვავებით ჰამასისგან ღაზაში, სადაც ქრიშა ქვა. ასე რომ ეს ბევრად უფრო რთულია. და აქაც შეგიძლიათ ნახოთ, იცით, ბევრი ვიდეო მასალა მოიტანა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სადაც ჩანს, სად არიან ისინი. ისინი ჰამასის მსგავსად თავს აფარებენ საავადმყოფოებს და სასტრაფო დახმარების მანქანებს იყენებენ თავიანთი ჯარისკაცების გადასაადგილებლად. ისინი იყენებენ სამოქალაქო სახლებს. და ეს იყო ის, რომ მათ ეგონათ, თუ რაკეტს ათქორწნებს ლიბანში, კერძო-სარძო სახლებში, სპეციალურ სარაკეტო ოთახებში განათავდნო თავს განათავსებდნენ, ჩვენ ვერ შევძლებდით მათზე თავდასხმას. მაგრამ ჩვენ შევძელით გვეუცხებინა სამოქალაქო პირებისთვის, რომ 1 საათი ქონდათ სახლის დასატოვებლად. ისინი წავიდნენ და შემდეგ ჩვენ დავბომბეთ ის ადგილები. ასე გავანადგურეთ მათი რაკეტების არსენალი და ხალხმა მოგვისმინა. ესე რომ ჩვენ მათ თვალში ისევ დავიბრუნეთ ჩვენი მიზნის სერიოზულობა, როცა მიხვდნენ, რომ ჩვენ სერიოზულად უნდა აღგვექვათ და ამიტომ წავიდნენ. და სწორედ ეს მოგცა საშუალება, რომ რეალურად მათზე წავსულიყავით. ცარიელი სოფლები და ადგილები და მათი უმეტესობა, ვფიქრობ დაახლოებით 80% სამხრეთში ქრისტიანული სოფლებია. მათ არ ევაკუირებენ. არა, ევაკუაცია არ ხდება, მაგრამ ჰეზბოლა ახლა იკავებს ჰეზბოლასთან ახლოსდებარე ადგილებს, მათ შორის ეკლესიებსაც, ისინი არაფერზე ჩერდებიან. იცით, ჩვენ გაგვაკრიტიკეს და გარკვეულწილად სამართლიანადაც ვანდალიზმის ზოგიერთი აქტისთვის, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ჩადიოდნენ 2 სხვადასხვა შემთხვევაში ქრისტიანულ ადგილებში.
მაგრამ ხალხი ვერაცნობიერებს, რომ ამ ადგილებს ჰეზბოლა ჩვეულებრივ იყენებს. ესე რომ გასულ კვირას ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, 11 ჯარისკაცი დაგვეღუპა. მათ მოკლეს ჩვენი ერთ-ერთი ჯარისკაცი, კაპიტანი, ეხლა უკვე მაიორი, იტამარ საპირი, ეკლესიის შიგნიდან. და ასევე დაჭრეს მისი 2 ჯარისკაცი. ასე რომ იცით, ეს არის ის, რაც ხალხმა უნდა გაიგოს, რომ იცით, მიზეზი, რატომაც ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ მონასტრებთან, ეკლესიებთან და სხვა ქრისტიანულ ობიექტებთან, არის ის, რომ ჰეზბოლამ დაიკავა ეს ქრისტიანული ობიექტები. და ისინი ესვრიან ჩვენს ძალებს ამ ქრისტიანული დაწესებულებების შიგნიდან. და სწორედ ეს მოხდა გასულ კვირას ჩვენს ჯარისკაცებთან. და ასე რომ იცოდეთ, უნდა გაიგოთ ზუსტად ისე, როგორც ჰამასი გვესროდა სკოლებიდან, საავადმყოფოებიდან, ეკლესიებიდან და მეჩეთებიდან, იგივე ხდება ჰეზბოლას მხრიდან ლიბანში. და ეს მართლაც მიგვიყვანს იმ ყველაზე დიდ პრობლემამდე, რომელსაც ახლა ვაწყდებით. კერძოდ ის, რომ მათ შეიმუშავეს ან გადმოიღეს უკრაინა-რუსეთის ომიდან. დრონების ტექნოლოგია, რომელიც ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით იმართება. ასე რომ ფაქტობრივად მათ აქვთ. მათ ამ ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებზე კამერა აქვთ მიმაგრებული. მათ ონლაინ ყოფნა არ სჭირდებათ, რადგან ყველაფერი იცით, უბრალოდ ტელეფონის ხაზივითაა. ასე რომ არ გჭირდებათ სიგნალების გაგზავნა, უბრალოდ მიერთებულია. და აქვთ ეს კაბელები, ეს ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები, რომლებიც 10 კილომეტრის სიგრძისაა და შეუძლიათ იყიდონ, იცით, AliExpress-ზე ან სხვაგან. რეალურად შეგიძლიათ იყიდოთ. და ამ კაბელებს ამაგრებენ დრონებზე, რომლებიც ასევე შეგიძლიათ ონლაინ იყიდოთ. და შემდეგ მათზე ამაგრებენ RPG-ებს, რათა შეძლონ ეს ძალიან ჭკვიან ბომბს გავს, რადგან ოპერატორი ჰეზბოლას ტერორისტი, რომელიც უკანა ხაზზეა, ყველაფერს ხედავს. ისე ჩანს, თითქოს თვითონ ზის დრონზე, თავისი ეკრანის საშუალებით. იმ კამერის მეშვეობით, რომელიც მასზეა მიმაგრებული. და ისინი ძალიან საშიშები არიან, რადგან ძალიან დაბალ სიმაღლეზე შეუძლიათ ფრენა. და მათ უზარმაზარი განადგურება გამოიწვიეს უკრაინაში. რამდენიმე კვირის წინ ვუყურებდი მათ ვიდეოებს YouTube-ზე. და თუ უბრალოდ მოძებნით უკრაინის ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებს, ნახავთ, რომ ახლა მთელი ტერიტორიებია, რომლებიც დაუსახლებელია. იცით, 20-30 კილომეტრის სიგანეზე და ისინი უბრალოდ სავსეა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით. უბრალოდ სავსეა, თითქმის ისე როგორც სიმინდის ხანაში. და ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან აშკარად ჩვენ ვერ გვექნება ასეთი რამ ისრაელში. იცით, 40 კილომეტრი და უკვე ჰაიფაში ხარ. ასე რომ ხაზგასმით უნდა ითქვას, ისინი ამას მხოლოდ ჯარისკაცებზე არ უმიზნებენ. ამიტომ მათ მოკლეს ჩვენი ბევრი ჯარისკაცი და დაჭრეს ჩვენი ბევრი ჯარისკაცი. მხოლოდ ამ კვირაში მათ შეეძლეს, იცით, შეეღწიათ ჯავშან ტრანსპორტიორში ხელის სარაკეტო დანადგარით. და ერთი ჯარისკაცი მოკლეს, მეორეს კი ფეხები აუფეთქეს. ანუ ეს თითქმის ყოველდღე ხდება ახლა. გუშინ იცით, არა მხოლოდ ჯარისკაცი მოკლეს, არამედ ეს რაკეტები 2 სახლისკენაც ისროლეს საზღვრისპირა დასახლებებში. მგონი ეს იყო მატულა და შეტულა. რათა იცოდეთ, ისინი სამოქალაქო პირებს ესხმიან თავს. მათ იყენებენ. და ჩვენ მუშაობთ, რა თქმა უნდა, დღეღამის განმავლობაში, რომ ვეცადოთ ამ პრობლემის გადაწყვეტის პოვნა და გავიაზროთ საფრთხე. მაგრამ იცით, ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს სოფლებთან იყვნენ. ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ ჰეზბოლას მებრძოლები, იცით, ლები, იცით, მოქმედებდნენ რაღაცა იმუნიტეტით, ან როგორც არ უნდა უწოდოთ, ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, რომელიც სინამდვილეში არ არის ცეცხლის შეწყვეტა. გულისხმობ, ლიბანის შეიარაღებული ძალები ისრაელზე არ ისვრის. სინამდვილეში მათ ეს 10 წლეულების განმავლობაში არ გაუკეთებიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჰეზბოლა არის მთავარი შეიარაღებული ძალა ლიბანში და ისინი გვიტევენ. და ასე რომ, იცით, ჩვენ მივაღწიეთ იმ ზღვარს, სადაც ეს უბრალოდ მიუღებელია. იცით, 11 ჩვენი ჯარისკაცის დაღუპვა ჩვენთვის იგივეა, როგორც 400 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვა. თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობისა და ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობას. და იცით, ეს უკვე გახდა რაღაცა ისეთი, რასთან გამკლავებაც ჩვენ უბრალოდ აღარ შეგვიძლია, ეს არის. ირანთან შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის კონტექსტში. ირანის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ ისრაელი აქ თავს შეიკავებდა. რაც ჩვენ გავაკეთეთ და ამას ვაგრძელებთ. მაგრამ მათ გონიათ, რომ ეს მათ საშუალებას აძლევს დაუსჯელად გვესროლონ, რაც ასე არ არის. და ასევე შემთხვევით ამჟამად ვაშინგტონში ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამიტომ მათ აქვთ ყველა ეს ინტერესი, რომ ეს პროცესიც დაარღვიოს.
როგორ მიდის მოლაპარაკებები ლიბანთან? და როგორც მე გავიგე, ამ კვირაში შეერთებული შტატები და პრემიერ-მინისტრი მიუხედავად იმისა, რომ New York Times-ი, რომელიც ძალიან სანდო ორგანიზაცია, ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კავშირი არ არსებობს, მე ვიცი, რომ ისინი სრულად არიან დაკავშირებულნი და მუდმივად კავშირზე არიან ერთმანეთთან. ასე რომ, ჩვენ გვესმის ამერიკის საჭიროებები, მაგრამ საბოლოო ჯამში საქმე ისრაელელების სიცოცხლეს ეხება. რადგან მე ვგულისხმობ, ვფიქრობ, რომ ირანის საკითხში, იცით, ირანის საკითხში მათ გვერდით ვდგავართ. პრეზიდენტი ლიდერია და ჩვენ მას ვენდობით. ჩვენ ვენდობით, იცით, მას აქვს იგივე ერთგულება, როგორც ჩვენ, რომ ირანს არ მივცეთ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოდ გადაქცევის საშუალება. ეს არ მოხდება. და ცხადია, ეს რჩება ჩვენს ვალდებულებად, როგორც პრემიერ-მინისტრმა ამ კვირის დასაწყისშიც თქვა. მაგრამ ლიბანის სხვა საქმეა, ხო იცით, ეს სულ სხვა თემაა რა? იმიტომ რომ ის ჩვენ საზღვარზეა, გვესხმიან თავს, საფრთხეს უქმნიან ჩვენს მოსახლეობას და კლავენ ჩვენს ჯარისკაცებს. და იცით, აქ მოლაპარაკებები, როგორც ელჩი ლაითერი ნათლად ამბობს, კარგად მიმდინარეობს, რადგან როგორც გულისხმობ, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, როგორც მე მგონია, გუშინ თქვა, რომ ლიბანის მთავრობა ისრაელთან ომში არ არის, ხომ ასეა? ლიბანისა და ისრაელის მთავრობები ომში არ არიან, მაგრამ ლიბანი ამჟამად ირანის კოლონიასავით იქცევა, რადგან ლიბანის ხალხი ვერტყვეთს ჰეზბოლა დაესხას თავს თუ არა, რადგან ისინი უბრალოდ ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ თუ გსურთ ლიბანთან მშვიდობის მიღწევა, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა მოხდეს და ეს არის ის, რომ ჰეზბოლა უნდა განადგურდეს. და ჩვენ ვერ დაუშვებთ ესეთ მყისიერ, მოსალოდნელ და მზარდ საფრთხეებს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ჰეზბოლას მხრიდან. და სწორედ ეს არის ჩვენთვის მთავარი საკითხი. აქ კიდევ ერთი საკითხია, რომ არ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, როცა ერთ მხარეს ამბობთ, რომ ლიბანში ლეგიტიმური ორგანო ლიბანის მთავრობაა და მათ უნდა აიღონ პასუხისგებლობა საკუთარ ტერიტორიაზე და მეორე მხრივ როგორღაც დაეთანხმოთ იმას, რომ ირანს შეუძლია განსაზღვროს რა მოხდება ლიბანში. თუ ისინი მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, რაც ჰეზბოლას ადგილზე დარჩენის საშუალებას მისცემს, ეს მისაღები იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ფიქრობთ თითქოს ლიბანის მთავრობა იყოს პასუხისმგებელი. თქვენ ამბობთ, ანუ ფაქტობრივად, თქვენ აღიარებთ, რომ ირანი აკონტროლებს ლიბანს, რომ ირანმა დააკოლონიზა ლიბანი. და რომ მისი ძალა ლიბანში წესრიგის დასაცავად და ქვეყნის კონტროლისთვის არის მათი უცხოური ლეგიონი, ჰეზბოლა, ლიბანში. და ეს ორი რამ. ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ისინი ურთიერთგამომრიცხავია. ან შეიძლება იყო ქვეყანა, ან ირანის კოლონია, მაგრამ ორივე ერთად ვერ იქნები. და ისრაელი ვერ შეეგუება ირანის ამ კოლონიას. იცით, არ დაგავიწყდეთ, ომის დასაწყისში ეს ირანის ომი იყო, ეს ყოველთვის ირანის ომი იყო ჩვენს წინააღმდეგ. ისინი, ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუსიტები, ასადის რეჟიმი, შიიტური მილიცია ერაყში, რომლებიც ომის დასაწყისში ჩვენზეც ისროდნენ. ყველა ეს თავად ირანიც კი ერთგვარი გაგრძელებაა ირანის რეჟიმის. და პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს ცეცხლის რგოლი, რომლითაც ირანმა შემოგვარტყა, განადგურდება. და ის განადგურდება ერთი მკლავი მეორის შემდეგ. და ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რომ ეს გაგრძელდება. ამიტომ ფიქრობ, რომ ჩვენ ამას სტრატეგიული თვალსაზრისით ვერ მივიღებთ და ცხადია, სამხედრო თვალსაზრისითაც ვერ მივიღებთ. და სწორედ აქ ვართ დღეს. და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მაყურებელს ეს ესმოდეს, როგორც პრემიერ-მინისტრმა გუშინ თქვა, იცით, ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ჰეზბოლა ომშია ჩვენთან, ჩვენ დავამარცხებთ მას და ასე უნდა იყოს, ხო გესმით? ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ფიქრობ, აქ ყოფნა მაყურებლებმაც უნდა გაიგონ, რომ ეს მთლიანი სურათი არ არის. ის რაც ახლა ირანში ხდება, ნაწილობრივ იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ პრეზიდენტმა მგონი გუშინ წინ თქვა, აბრაამის შეთანხმებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი გაფართოვდება. მაგრამ მინდა პრემიერ-მინისტრზე გავამახვილო ყურადღება. მას აქვს უფრო დიდი გეგმა, რომელსაც მგონი ინგლისურად ჰექსაგონი ეწოდება. ის მიმართულებები, რომლითაც ისრაელი უნდა წავიდეს და ის ურთიერთობები, რომლებიც ისრაელმა უნდა შექმნას. და იყოს ცენტრალური ნაწილი იმისა, რაც შეერთებული შტატებისთვის უფრო ფართო სურათს წარმოადგენს. ომი ერთ დღეს დასრულდება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს იყო ხანგრძლივი გაწელილი ომი, მაგრამ ის დასრულდება. სადღაც წაიყვანოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელი ამ პროცესში და როგორ ხედავს ის მომავალს, რომელიც ძალიან სწრაფად გვიახლოვდება. და პრემიერ-მინისტრი პირველ რიგში უბრალოდ საოცარია, რადგან მაშინაც კი როცა ის ახლა მიმდინარე მოვლენებს აგვარებს, ის ასევე ფიქრობს იმაზე, რაც მომავალში მოხდება.
10 ნაბიჯით წინ და სწორედ ამიტომ შეგვიძლია სწორი მიმართულებით წასვლა, რადგან მას აქვს ხედვა. და იცით, ხედავთ, რომ ძალიან მჭიდრო კავშირები ჩამოგვიყალიბდა ჩვენს რეგიონში ბევრ ქვეყანასთან, რაც ადრე არ არსებობდა. და იცით განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან. მაგრამ ერთ-ერთი რამ, რასაც ვფიქრობ, ყველა აღიარებს იმის მიხედვით, რასაც ირანი აკეთებს ჰორმუზის სრუტეში, არის ის, რომ უბრალოდ შეუძლებელია, ხო, ასეა, რომ მათ კვლავ შეეძლოთ ესეთი სტრატეგიული წყლის გზის კონტროლი. და კაცობრიობისთვის საჭირო ნედლეულისა და საწვავის 20% ამ სრუტეებზე გადის. ასე რომ ესეთი სიტუაცია არ შეიძლება არსებობდეს. და ასე რომ პრეზიდენტ ტრამპის პირველ ვადაში შეერთებული შტატები და ისრაელი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით მუშაობდნენ საქონლისა და საწვავის სატრანზიტო კვანძის შექმნაზე. ინდოეთიდან დაწყებული გაერთიანებული არაბეთის საამიროების, საუდის არაბეთის გავლით იორდანიაში და შემდეგ ისრაელში და შემდეგ იქიდან. ევროპაში და ცხადია ეს ორივე მიმართულებით იმუშავებდა. და ეს აშკარად ისა, რაც უნდა განხორციელდეს. ამის განხორციელება ახლავე უნდა დაიწყოს. გულისხმობ და ვფიქრობ, რომ იცით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აქ და ახლა, უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინაც კი და პრემიერ-მინისტრმა ეს არაერთხელ აღნიშნა იომ კიპურის ომის შემდეგ 1973 წელს რა მოხდა? იყო ოპეკის ნავთობის ემბარგო. და უცებ ხალხი მიხვდა, რომ არაბი შეიხები, რომელთა შესახებაც მანამდე არავის სმენოდა, ფასებს აკონტროლებდნენ. და უცებ ყველამ დაიწყო ფიქრი და საუდის არაბეთის მეფის სახელის ცოდნა გახდა მნიშვნელოვანი. თითქოს ეს დეტროიტში ვინმეს უნდა ადარდებდეს, ხომ ასეა? მაგრამ ასე იყო. და სწორედ მაშინ დაიწყო მსოფლიომ ალტერნატიული საწვავის წყაროების განვითარება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკაში, მექსიკაში და სხვა ადგილებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი როლი. და რუსეთიც უფრო მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, რადგან საჭირო იყო ახლო აღმოსავლეთს ენერგეტიკულ ბაზრებზე ასეთი მონოპოლიური ძალაუფლება აღარ ქონოდა. და ამას ახლავე დაინახავთ, ეს ხდება. და ეს ეხება იმასაც, რაც ისრაელის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს. ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ადგილას ვიმყოფებით. იცით, ამიტომაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ესეთი ტიპის ოპერაციებისთვის საკვანძო ცენტრი ვიყოთ. და ცხადია, სხვა ინდუსტრიებიც გვაქვს, არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური, არამედ ხელოვნური ინტელექტური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები და ყველა ის სფერო, სადაც 20 და 21 საუკუნეში ლიდერებად ვიქცევით. და ვფიქრობ, რომ იცით, ამ ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. მე მახსოვს ომის დასაწყისში ალბათ თქვენც იგრძენით იგივე. მგონია ჩვენ ყველამ ასე ვიგრძენით. ქონდა განსაკუთრებული შიშის შეგრძნება, ღმერთო ჩემო, ეკონომიკური კოლაფსი გველოდება, რადგან რეზერვების მასობრივი მობილიზაციაა და არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. და გვახსოვს წინა ომებში რეზერვების ასე დიდ ხანს შეკავება შეუძლებელი იყო, რადგან ქვეყანა გაღატაკებას იწყებდა. მაგალითად 73-ში ეს ამის იდეალური მაგალითი იყო. და აქ ჩვენი ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს პრემიერ-მინისტრის ლიდერობას და ასევე იმ საოცარ სამუშაოს, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრიჩი ასრულებს. გულისხმობ, რომ ისრაელში ყავს შესანიშნავი ეკონომიკური ლიდერები, ასევე ინოვაციური ადამიანები და ნიჭიერი ხალხი. ჩვენი ადამიანური კაპიტალი აქ ჩვენი ყველაზე დიდი, ჩვენი მასზე დიდი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. ამიტომაც ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საფონდო ბირჟა მსოფლიოში. ესე რომ იცით, ჩვენ ნამდვილად ბევრ რამეს ველით და ალბათ ბოლოს ის უნდა ვთქვათ, რომ იცით, მშვიდობაც კი მიიღწევა ძალით, როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამბობენ, და ამას ჩვენი ლიტერატურა და იუდაიზმიც ნათლად აჩვენებს. ესე რომ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ველით მშვიდობის მომავალს, სადაც ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები აღარ იბრძოლებენ, მაგრამ შენ იცავ შენს ქვეყანას მტრისგან და აგრძელებ ქვეყნის აშენებას. და სწორედ ამას ველით ჩვენ. გვაქვს ყველა მიზეზი ვიყოთ ოპტიმისტები. კიდევ რამდენიმე სირთულის გადალახვა გჭირდება. მართალია. მაგრამ ჩვენ საკმაოდ გულმოდგინედ მუშაობთ ამაზე. Carolyn Glicky, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს უფროსი მრჩეველი. მშურს, რომ იქ ხარ და ყველაფერს პირადად ხედავ. უსურვეთ მას, დარწმუნებული ვარ, სერიოზულად ვამბობ, ეს მართლაც განსაკუთრებული პრივილეგია უნდა თქვა. ვიცი. და დარწმუნებული ვარ, ყველა მაყურებლის სახელით გთხოვთ, უთხარით მას, რომ ჩვენ ყველანი ვუჭერთ მხარს და მას საუკეთესოს ვუსურვებთ ისრაელისა და მთელი მსოფლიოს ხალხის გულისთვის, რადგან ეს კაცობრიობისთვის ბრძოლაა.
მადლობთ რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად. ვიცი რომ უნდა დაბრუნდეთ, რადგან ჯერ კიდევ სერიოზული საქმეები გაქვთ გასაკეთებელი. მადლობა რომ დღეს ჩვენთან იყავით. ესეც სერიოზულია და მადლობას გიხდით რომ დღეს მიმიღეთ. გმადლობთ. თავს გაუფრთხილდით. გმადლობთ ყველას რომ გვიყურეთ და ისევ თქვენთან ვიქნებით. დიდი მადლობა იერუსალიმში, ისრაელში მდებარე JNS TV-ს სტუდიიდან.